წელს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ქართული კლუბებისთვის ძალიან რეალურია და ამაზე მინდა გესაუბროთ. პირველ რიგში ეს ეხება თბილისის იბერიას. ამ მომენტისთვის იბერიელები სულაც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევს თამაშობენ და პირველ შეხვედრაში სამწუხაროდ ბრატისლავის სლოვანთან დამარცხდნენ, მაგრამ მიუხედავად მარცხისა და სლოვანთან სულაც გამოვარდნისა, იბერია გადაინაცვლებს ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე, სადაც მათი სავარაუდო მეტოქე იქნება ჩრდილო ირლანდიური ლარნე. ეს ლარნე ის იშვიათი შემთხვევაა, რომლის შემადგენლობასაც ტრანსფერმარკეტი უფრო დაბალ ფასში აფასებს ვიდრე ქართული კლუბისას. ანუ რეალურად ჩვენზე სუსტი გუნდია. ხოდა ამ ლარნეს დამარცხების შემთხვევაში იბერია გაინაღდებს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს. ის რაც 20 წელზე მეტია უკვე ქართული კლუბების თავს არ მომხდარა ევროთასების შემოდგომაზე ჯგუფური ეტაპი, მოკლედ ძალიან რეალურია. ხოდა უქომაგოთ იბერიას რომ მათ ეს შეძლო. რაც შეეხება დინამო თბილისს, რომელიც თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ აშკარად ათამაშებული არის, მათ გაცილებით უფრო რთული გზის გავლა უწევთ, რადგან მათ შემდეგი მეტოქე იქნება ან ჩემპიონთა ლიგიდან ათამაშები პაფოსი თავისი დავით ლუიზით, ან ჰაიდუქ სპლიტი. რეალურად ეს ორივე გუნდი უფრო ძლიერია ვიდრე დინამო თბილისი და მათი დამარცხება ძალიან გაჭირდება, თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდი სულ რამოდენიმე თვე არა შეუდგა მუშაობას, ძალიან ახალგაზრდა პროექტია, ახალი პროექტია და დარწმუნებული ვარ რომ მათ ყველაფერი წინა აქვთ. ისე ვითარდება ეს გუნდი ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, რომ დარწმუნებული ვარ დინამოსაც ძალიან მალე ვიხილავთ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე. შეიძლება ეს სულაც ახლა მოხდეს. რატომაც არა. ერთი სიტყვით მერწმუნეთ მეგობრებო, ამ ზაფხულს დინამოსა და იბერიას თამაშებზე სტადიონზე სიარული ნამდვილად ღირს.